არსებობს ინფორმაციები, რომლებიც ყისიერად უნდა გაავრცელო. ყისიერად უნდა ისაუბრო, აი მიიღებ თუ არა ამ ინფორმაციას, სწრაფადვე უნდა გააცნო საზოგადოებას. დღეს მე ჩავწერე 3 ვიდეო. ერთი გამოქვეყნდა, მეორე ახლა გამოქვეყნდება, მესამე გამოქვეყნდება ძალიან მალე, 9 საათში, 40 წუთში. ერთმანეთზე საინტერესო ვიდეოებია ჩემი აზრით. მეოთხე ვიდეოს ჩაწერას სულაც არ ვარაუდობდი, არ ვფიქრობდი, იმიტომ რომ 9 საათში, არა 40 წუთში, 45 წუთში მე მაქვს შეხვედრა ერთი და ამ ვიდეოს ჩაწერა ესე ხო არ არის უბრალოდ რომ მიაჭირო თითი და რეკორდზე გაუშვა. ხო, უნდა მოემზადო, უნდა წაიკითხო, უნდა გაანალიზო, უნდა იფიქრო, უნდა დაწონო, ყველა სიტყვა მეტნაკლებად უნდა შეარჩიო აქცენტი. მაგრამ არ ვაპირებდი კი ერთი ამბავია რომ არ ვაპირებდი, მაგრამ მეორე ამბავია რომ ახლა მივიღე ინფორმაცია ერთი, რომელიც ყისიერად უნდა გავუზიარო და იმდენად საინტერესო ინფორმაციაა რომ აგე აქცევთ ალბათ ყურადღებას რომ მიკროფონის დამაგრებაც კი ვერ მოვახერხე, ვერ მოვასწარე. ამიტომ ამას ჩავწერ თუ არა სწრაფად ვიავტვირთავ. შესაბამის სათაურით. მოკლედ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით თურმე გუშინ წინ დღეს 11-ია 9 რიცხვში ქართული ოცნების ოფისში, ცენტრალურ ოფისში გამართულა ტრადიციული დავარქვათ ერწუს, უფრო ზუსტი რო ვიყო, არ ვიცი, ან ტრადიციული, ან სახელდახელო დათბირ შეკრება არა პოლიცსაბჭოსი, არამედ ცალკეული ლიდერების არაფორმალურ გარემოში, მოდი ასე ვთქვათ. და იქ დაასვეს საკითხი, განიხილეს საკითხი, რომ შეწყვიტონ, გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები ცალკეულ სახელმწიფოებთან. ინიციატივის ავტორი არის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ირაკლი კობახიძე. საქართველოს პრემიერ-მინისტრად მომუშავე დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი. რომელსაც ასე ერთი შეხედვით სასხვათა შორისოდ უთქვამს ეს, მაგრამ მეორეს მხრივ ამაზე დისკუსია მსჯელობა გაგრძელებულა და იქ დამსწრე პირებს უთქვამთ, რომ რატომაც არა განვიხილოთ, ვიმსჯელოთ, ავწონოთ და ბრძენკაც ივანიშვილსაც შევთავაზოთ თუ დავეკითხოთ ამის თაობაზეო. მე არ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომელ ქვეყნებთან აპირებენ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, აპირებენ ალბათ ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაა, რას განიხილ, რომელ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას განიხილავენ. ეხლა უკვე ვარაუდის დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც მათი რუსული ტვინის, ჭიუხების და მოლეკულების ჭიუხების აზრით, ხო, ცოტა უცნაური წინადადება გამომივიდა, არიან ტრულად განწყობილნი საქართველოს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე ვივარაუდებ, რომ ეს არის გერმანია, ეს არის საფრანგეთი, ეს არის შესაძლოდ დიდი ბრიტანეთი და ალბათ დიდი ბრიტანეთი ნამდვილად, იმიტომ რომ დიდი ბრიტანეთი ახლა პრინციპში სხვებთან ერთად, საფრანგეთთან ერთად არის ლიდერი ჩვენი გადარჩენისა, ასანქცირებს და ასანქცირებს რა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ხო, ეს მნიშვნელოვანი დეტალია. ეს იმ ეგრეთ წოდებულ ნაბახუსებზე თქვეს, არა პირდაპირ მნიშვნელობით. იმ საინფორმაციო მიზეზის გამო ითქვა, რაც იცით თქვენ ორი დღე აქტუალური ამბავია, ანუ ბრიტანელების მიერ დასანქცირება დამატებით კიდევ 4 პირისა. და ის მოსალოდნელი სანქციები, რომლებიც სწორედაც რომ ევროკავშირიდან დასაგვირველია ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ბრიტანეთიდან იქნება დაწესებული საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ.
აქვე ყმამაღლა ვიტყვი და ხაზგასმით ვიტყვი, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია არის ერთი წყაროს მიერ მოწოდებული. ანუ გადამოწმებული არ არის და დავარქვათ ამას ერთ წუთს. გადაუმოწმებელი ინფორმაცია ან ხმები იმის თაობაზე, რომ ეს ჩანაფიქრი აქვთ ან ამასაც განიხილავენ სამომავლოდ de facto ხელისუფლების ლიდერები, შეთანხმებით თუ შეუთანხმებლად ივანიშვილთან, ცხადია შეთანხმებით უფრო კი არა ნამდვილად. მაგრამ ეს არ არის უტყუარი ინფორმაცია, მისი გაზიარება მე გადაწყვეტილება მივიღე მისი გაზიარების თაობაზე, იმიტომ რომ ვარაუდობ და ვფიქრობ და ასეც არის, ეს მეტად საინტერესო ინფორმაციაა საჯარო სივრცეში, რომ უნდა იყოს განხილვის საგანი ან ბევრმა და ბევრმა მოქალაქემ რომ უნდა იცოდეს ამის თაობაზე. სხვა ინფორმაციას მომაწონეს ამავე სახელდახელო თათბირიდან თუ შეკრებიდან, მაგრამ ის ამასთან შედარებით მეორე ხარისხოვანია, მესამე ხარისხოვანია. აქვე ვიტყვი, რომ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე ბრძანდებოდა, იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი კობახიძე, de facto პრემიერ-მინისტრი. ამ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე მას უთქვამს, ხონერთ ვიტყვი, ცხადია მას უნდა ბრიუსელებში და ბერლინებში და პარიზებში მოგზაურობა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ აქვს. აქედან გამომდინარე, ეს წრება მაინც ესე უნდა თქვა მეორე ხარისხოვან შეკრებებს თუ სადმე ვინმე რაღაცა invitations მოწევას გამოუგზავნის საიდანღაც ამ შესაძლებლობას ცხადია იხედებს. X პანელურ დისკუსიაზეც იმყოფებოდა, ბრძანდებოდა კობახიძე და უთქვამს ამგვარი რამ, რომ ჩვენი ელჩებიო ჩივიან, ანუ საქართველოს ელჩები, რომლებიც არიან ევროპულ სახელმწიფოებში. ჩივიან იმას, რომ უსაქმოდ არიან. და ჩვენო ომში ჩართვა გთხოვესო 2022 წელსო, უკრაინა-რუსეთის ომშიო. და ჩვენო ეს არ გავაკეთეთ და ამიტომაც ვისჯებითო. ამ ტყუილს ისინი იმეორებენ, აგე უკვე მესამე წელიწადი და გასრულდა და მეოთხე წელიწადი დაიწყო. რომ ვინმე ოდესმე საქართველოს de facto ხელისუფლებას და იმხანად de jure ხელისუფლებას სთხოვდა ომში ჩართვას. უმრავლესობას ამ ყველაფრის არ სჯერა, ამ უმრავლესობიდან უმრავლესობა de facto ხელისუფლებას დასცინის, იგდებს, აკრიტიკებს მცირე ნაწილი, მაგრამ ხო არსებობს რაღაც პირობითად ლაპარაკობ 188,000 მოქალაქე, ან 217,000 მოქალაქე, შესაძლოა მეტიც კი, თქვათ 9 მილიონი. რაც უფრო მეტია, მით უფრო ცუდია იმ კუთხით, რა კუთხითაც ახლა ვიტყვი, არსებული de facto რეჟიმისთვის. ამგვარ მოქალაქეთა რაოდენობა. ხომ არსებობს 500,000 მოქალაქე და თქვენი წარმოდგენით 1,120,000. წარმოიდგინეთ. რომელმაც თქვენ მოგცათ ხმა, ანუ ქართულ ოცნებას ბანდას. ამ 1,120,000 მოქალაქეს პატივს თუ სცემთ, იმდენად მაღალი საჯარო ინტერესის ამბავია ეს ამათთვის, ანუ 1,120,000 მოქალაქისათვის, რომლებმაც ვითომდაც და მოგცეს თქვენ ხმა, რომ იმდენად საინტერესო თემაა ეს, რომ ისინი საკუთარ წმენაში რომ განმტკიცდნენ, რატომ მოგცეს თქვენ ხმა, ანუ რა არის ამის არგუმენტი, საფუძველი. თქვენ წესით და რიგით ბანდას მიმართავ, ვალდებულნი ხართ არა ჩემს, რომელსაც არ მომიცია მე თქვენთვის ხმა, არამედ მათ წინაშე, რომ განუმარტოთ განა, ვინ გთხოვდათ, მით უფრო მოითხოვდა, თქვენს კი არა ქვეყნის ჩართვას უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში. საერთოდ რას ეძახით? ანუ მე მესმის რომ ზოგად განათლებასთან პრობლემები გაქვთ, ქართულთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, წინადადებებს ვერ აყალიბებთ, აზრს ვერ აყალიბებთ, სიტყვებს ერთმანეთთან ძნელად თუ აბამს ბევრი თქვენგანი არ არის კავშირები. მესმის. მაგრამ აი რას ეძახით? მაგალითად, ცალკეულ, აი წარმოვიდგინოთ ყველაზე ცუდი ვარიანტი.
ავიღოთ, ავირჩიოთ, მაგალითად კუბილიუსი ესე აგდებული რო ხავთ ეს კაცი. კუბილიუსი საშინელი კაცია, მოდი ესე ვიტყვი. კუბილიუსი ჩამოვიდა, თქვათ, შეხვდა თქვათ ღარიბაშვილს, იმხანად ღარიბაშვილია პრემიერ-მინისტრი. და ღარიბაშვილს უთხრა რომ იცით საქართველომ რომ დაიწყოს უფრო მეტი აქტიურობა რუსეთის წინააღმდეგ, სულაც არ იქნებოდა ცუდი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უკრაინას გაუადვილდება რუსეთის დამარცხება. ეს რომ ეთქვა კუბილიუსს, შენ ხო არ უთქვამს, მაგრამ ეთქვა. რატომ ნიშნავს ეს, რომ მთელი ევროპული სტრუქტურები არიან გადართულნი, დაინტერესებულნი საქართველოს ომში ჩართვაზე. რატომ უნდათ, ეს ადასტურებს? მე გულახდილად ვიტყვი, რომ არსებობს ორი ჩინოვნიკი ყოფილი უკრაინაში. ეს არის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ბატონი დანილოვი და პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, ბატონი არესტოვიჩი, რომლებსაც ომის გარიჟრაჟზე მარტი-აპრილი-მაისში, აპრილში 2022 წლისა მართლაც აქვს ნათქვამი დაახლოებით ამ შინაარსის, რაც კუბილიუსს მივაწერე ახლა უსამართლოდ, ამ შინაარსის წინადადებები. ცოდვა გამხელელი სჯობს. ეს დაიხვია ქართულმა უცნებამ ხელზე. დანილოვმა უშუალოდ, უკვე შემდგომ პერიოდში უშუალოდ დანილოვმა. არესტოვიჩი არც ვილაპარაკებ, ის ილუსტრირებული კაცია, რუსეთის თამაშს თამაშობდა თურმე იმ თავითვე და ახლაც თამაშობს. დანილოვმა ეს ანუ ყოფილმა უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა თავისივე ნათქვამი გადააკეთა. დიახ, ცხელგულზე, არა დიპლომატიურად შეიძლება ადამიანს წასცდეს ინტერვიუს დროს, ოღონდ ინტერვიუ არ არის ოფიციალური პოზიცია, ესეც ბარემ განმარტოთ. მე ინტერვიუში შეიძლება ვთქვა, რომ ტელეკომპანია ფორმულას არ წარმოვადგენ მაინც და მაინც ახლა, მაგრამ აი შემიძლია ვთქვა, რომ ტელეკომპანია, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა დაემხოს. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება რომ უნდა დაემხოს, ეს ტელეკომპანია ფორმულას პოზიცია კი არ არის. ეს ჩემი პერსონალური მოსაზრება იქნებოდა თუ იქნება, თუ ამას მაინც და მაინც წარმოვთქვა. ანუ დანილოვის განცხადება იყო მისი პერსონალური აზრი, რომელიც ასევე მან უარყო გადააკეთა უფრო ზუსტი რომ იყო. გავანებოთ დანილოვს თავი. უკვე შემდგომ პერიოდში 23-ში, 24-შიც პრეზიდენტ ზელენსკის დონეზე ითქვა, რომ არავინ არ მოითხოვდა და მოითხოვს პატარა საქართველოსგან ომში ჩართვას. არც პირდაპირ, არც ირიბად, არც მარცხნიდან, არც არანაირად. რატომღაც დე-ფაქტო ხელისუფლების, ქართული ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ივიწყებენ თვით პრეზიდენტი ზელენსკის, ანუ უმაღლესი თანამდებობის პირის განცხადებებს და აი აც უკვე ყოფილ უშიშროების საბჭოს მდივან დანილოვზე დღემდე აპელირებენ, მაგრამ კარგით ჩავთვალოთ, რომ ვცდები. 1,100,000-მა მოქალაქემ მოგცა თქვენ ხმა. ანგარიშვალდებულნი ხართ მთელი ქვეყნის წინაშე, მაგრამ მათ წინაშე განსაკუთრებით. რატომ არ ეუბნებით, უხსნით ფრჩხილს, ვინ ითხოვდა თქვენს უბრალოდ ქვეყნის ჩართვას უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში? იცით რატომ? იმიტომ რომ ესეთი ხო მესმის რომ deep state-ის წარმომადგენლები არიან, მაგრამ კონკრეტული გვარსახელები ხო აქვთ კუბილიუსი, ჯონ სმიტი, ბაიდენმა დამირეკა, შეიძლება შეუძლია თქვას ბატონო კობახიძე და მომთხოვა რომ ჩაერთვეთ ომში სასწრაფოდო. ბაიდენი ეს ასაკიანი კაცი მაღალი ალბათობით არც გამოგეხმაურებად. არ ვიცი, ალბათ არ გამოგეხმაურებად. ხო და რატომ არ ამბობთ? deep state-ის ტიპებს რატომ არ გვიაშკარავებთ? ამხელთ. ილუსტრირებას რატო არ ახდით? საქმე ის არის, ეს ყველაფერი ცხადია მოგონილია. მაგრამ მე 15 წუთი გასრულდება მალე ვლაპარაკობ ბოლო 10 წუთია ვლაპარაკობ სხვა თემაზე. და პირველ თემას მიუბრუნდები. კვლავ ვიმეორებ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ განიხილეს დასვეს საკითხი ცალკეულ ევროპულ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე.
მე არ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომელიც სახელმწიფოები იგულისხმებოდა იმ ესე ცალკბად ნათქვამ და მე უკვე განხილულ ამბავში, მაგრამ განხილულ ინიციატივაში, მაგრამ ვარაუდობ კია, რომ საფრანგეთი და გერმანია და ბრიტანეთი იგულისხმებოდა შესაძლოა პოლონეთიც კი. უკრაინაც რო იგულისხმებოდა მაღალი ალბათობით საერთოდ გაწყვეტა ურთიერთობისა, ისედაც შესუსტებული საელჩოსი უკრაინისა საქართველოში, ესეც მაღალი ალბათობით შემიძლია ვივარაუდო. ინფორმაციას გაცნობთ თქვენ საზოგადოებას, იმიტომ რომ მეტად ინფორმირებულნი იყოთ. ეს არის არაფერი ინფორმაცია, არ ვიცი, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია ცნობა, რომელიც მომაწოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეორე წყარო არ ამყავს და არც მეყოლება, მე გადაწყვეტილია მივიღე ამ ინფორმაციის გაზიარების თაობაზე. ნახვამდის.